უბნის, დიახ. უკვე ნაწილ შემთხვევებში მივმართეთ დიდესი ნაწილი ამ გაბათილებული ბიულეტენებისა მოდის ზუსტად. რამდენიმე დღე არის გასული მას შემდეგ, რაც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ ნებათა ღელვა ჯერ კიდევ არ ცხრება. და ეს გამოწვეული არის იმითი, რომ ძალიან ბევრ უბანზე არჩევნები ჩატარდა დარღვევებით და რა თქმა უნდა ადამიანებში ამან გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება. ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის დარღვევა იყო, მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება განვამახვილო იმაზე, რომ მთელ რიგ უბნებში აი იმ დარღვევების გამო, რაც არჩევნების მიმდინარეობის დროს მოხდა, არ დაჯდა ბალანსი ოქმებში და ჩვენ ამიტომ ძალიან სხვა დარღვევებზე მე ახლა აღარ მაქვს უკვე საუბარი. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრ უბანსა და ოლქში შეტანილი გვაქვს საჩივარი. მართალია უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღეთ ობიექტური დასკვნა, რამაც გვაიძულა, რომ უკვე სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი. მართალია არა გვაქვს ჩვენ იმისი იმედი, რომ კუბლაშვილის სასამართლო რაღაც ობიექტურ განაჩენებს გამოიტანს და ობიექტურად მიუდგება ამ საქმეს, მაგრამ მაინც ჩვენ ჩვენი მხრიდან მცდელობას არ ვაკლებთ და სწორედ ამიტომ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი და ვფიქრობთ, რომ ცალკეულ შემთხვევაში იქნებ მაინც იზეიმოს სამართალმა. იცით რაში არის საქმე, ჩვენ ნამდვილად არ ვითხოვთ, რომ აღიარონ აი მთელ რიგ ასეთ სადავო შემთხვევებში ყოველგვარი გამოკვლევის, ყოველგვარი გადასინჯვის გარეშე ჩვენი უპირატესობა და ჩვენი გამარჯვება. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ იქ სადაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მოხდეს ბიულეტინების ხელახალი გადათვლა. და მე მგონი ეს არ არის ისეთი რთული და ნამდვილად დადგინდება ჭეშმარიტება და ყველა იმ ადამიანის შეკითხვას, რომელიც თვლის, რომ გაყალბდა არჩევნები, გაეცემა პასუხი. ან დადგინდება, რომ არჩევნები ნამდვილად იქნა იმ უბნებზე გაყალბებული, ან დადგინდება საწინააღმდეგო. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ არჩევნები სხვადასხვა უბანზე არის გაყალბებული, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. მე ჯერ არ დამიმთავრებია და აი ახლა ზუსტად ჩამოგითვლით თქვენ. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს შეტანილი ასობით საჩივარი მთელი საქართველოს მასშტაბით. იცით რა არის, მე მინდა ხაზი გაუსვა ისეთ შემთხვევებს, როდესაც სულ ერთი ან ორი ხმა წვეთს იმას, თუ ვინ გამოვა გამარჯვებული. და აი ზუსტად ასეთ შემთხვევებში, როდესაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ დადებული შედეგი მიღწეული იქნა უსამართლო და გაყალბების შედეგად, აუცილებელია რომ მოხდეს გადათვლა. ჩვენ ასეთი სიტუაცია გვაქვს მაგალითად წაღვერში, სადაც სულ ერთი ხმა იყო გადამწყვეტი. ჩვენ ასეთი სიტუაცია გვაქვს ვანსში, დუშეთში, ტყიბულის ფაქტი მინდა აღვნიშნო, სადაც 29 ივნისისათვის დანიშნული არის ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ აქ დადასტურდა ნამდვილად ორ უბანზე გაყალბება. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ სამართლიანად მიუდგეს ჩვენი სასამართლო აი ამ შემთხვევების განხილვას, მოვითხოვთ აუცილებლად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა გაყალბებაში, არავის პირადი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ სამართლიანობამ უნდა იზეიმოს და სხვა დროს უკვე აღარ უნდა გქონდეს არც ერთ ადამიანს იმისი სურვილი, რომ ჩაიდინოს ესეთი გაყალბება. ძალიან ბევრ ადგილას ვიცით, რომ არის დანიშნული მეორე ტური, მთელ რიგ შემთხვევებში არის განმეორებითი ხელახალი არჩევნები დანიშნული და მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ ამჯერად მაინც უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.